მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო ლესონს. მე ვარ მიშო და დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ აი ამ შესანიშნავი პროგრამის გამოყენება. ეს არის რეკორდლი, რომლის ჩაწერაზე, გადმოწერაზე, დაყენებაზე არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაუძახებთ. უკვე განთავსებულია ჩემს არხზე ვიდეო. ეს არის მეგობრებო ეგრეთ წოდებული open source, ანუ ღია კოდის მქონე, სრულიად უფასო და დამატებითი ლიცენზიის არ მქონე პროგრამა, ანუ დამატებით ლიცენზია, ეგრეთ წოდებული key არ სჭირდება მას და არაფერი დამატებით რომ შევიძინოთ და გავააქტიუროთ ამ პროგრამას არ სჭირდება. დღეს მე თქვენ გასწავლით ამ პროგრამის ფუნქციონალს და მის გამოყენებას. პირველ რიგში ჩავთვალოთ პროგრამა. ეს პროგრამა ყველაზე კარგი არის იმათთვის, ვინც აკეთებს მეგობრებო ვიდეო გაკვეთილებს, ვინაიდან და რადგანაც პროგრამას აქვს ეგრეთ წოდებული ავტომატური ზუმი. პირველი გრაფა ვხედავთ ეკრანის არჩევის ფუნქციას, ამ შემთხვევაში მოდით ავირჩიოთ ძირითადი ეკრანი, შემდგომ მიკროფონის ჩართვა გამოთვა, ვიდეო თვალის ჩართვა გამოთვა, ტაიმერი და ჩაწერის ღილაკი. ამ შემთხვევაში მიკროფონს და ვიდეო თვალს მე არ ჩავთავ, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი ვიდეო გადამღები ამ შემთხვევაში მე მაქვს კამტაზია და მიკროფონი რომ ჩავთო, შეიძლება ძალიან ბევრი რამ აურიოს ვიდეოს ჩაწერის დროს და ვიდეო გაკვეთილში ცუდი აუდიო ფაილი შემექმნას. ეხლა კი უბრალოდ დავაწვეთ ჩაწერის ღილაკს, დაველოდოთ რამოდენიმე წამი. ეს 3 წამი იყო ეგრეთ წოდებული უკუთვლა მეგობრებო, ახლა როგორც ხედავთ მიმდინარეობს ვიდეოს ჩაწერა და მოდით შევქმნათ ფოლდერი იმისათვის რომ ავტომატური ზუმი გამოჩნდეს. დავარქვათ სახელი, დავარეფრეშოთ და შემდგომ უბრალოდ წავშალოთ ეს ფოლდერი. საკმარისი იქნება სრულიად იმისათვის რომ გამოჩნდეს ავტომატური ზუმი. ახლა ჩავთვალოთ რომ ვიდეო გაკვეთილი მზად არის და შეგვიძლია გავთიშოთ მისი ჩაწერა. ჩაწერა გათიშულია, ველოდებით რამოდენიმე წამი და იქნება აი ესეთი ავტომატური აუდიო ფაილი. უпростоრად იშლება აი ესეთი აუდიო სამონტაჟო გრაფა. მინიმალური მონტაჟი ხდება აქ მეგობრებო, როგორც ხედავთ ვიდეო თავიდანვე არის ჩარჩოში ჩასმული. ჩვენ ეს ჩარჩო შეგვიძლია მოვაშოროთ, ან შეგვიძლია დავტოვოთ და უკანა ფონი ჩვენი სურვილისამებრ შევურჩიოთ. მე ყოველ შემთხვევაში ჩარჩოს არ ვიყენებ ხოლმე, მე და არც გამოვიყენებ, მაგრამ თქვენ თუ სურვილი გაქვთ რომ დაიტოვოთ, შეგიძლიათ დატოვოთ მეგობრებო უცვლელი და ეს უკანა ფონი თქვენ თვითონ შეარჩიოთ. ან ატვირთოთ თქვენთვის სასურველი ფოტო და ის გამოიყენოთ ფონად. ჩემ შემთხვევაში მე დამატებითი ფონი არ მჭირდება, ამიტომ აი ამ გრაფებს ბოლომდე ქვემოთ ჩავწევ და მთლიან ეკრანზე გავშლი ვიდეოს. ამის შემდგომ კი ვნახოთ preview, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროგრამა ავტომატური ზუმი რას ნიშნავს და როგორ გამოიყენებს უпростоრად ეს პროგრამა ავტომატურ ზუმს. დავაჭროთ ვიდეოს play-ს და ვნახოთ ეგრეთ წოდებული preview, წინასწარი ხედი. აი როგორც ხედავთ, უკვე შექმნის დროს გაადიდა ეკრანი მეგობრებო. ისევ და ისევ დარეფრეშების დროსაც გაადიდა ყველაფერი და წაშლის დროსაც. აი ესე ძალიან მარტივად ის მნიშვნელოვანი დეტალები, რა დეტალებიც უნდა გამოჩნდეს კარგად ეკრანზე და ზოგ ადამიანს თუ უჭირს ამ ყველაფრის დანახვა, ეს პროგრამა ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და ახდენს მის ასე ვთქვათ ძირითად მონიტორზე გადიდებას, იმისათვის რომ კარგად გამოჩნდეს თუ რომელ კონკრეტულ ფუნქციაზე არის ამა თუ იმ მომენტში ვიდეო გაკვეთილში აქცენტი გაკეთებული. ამის შემდგომ თუ თქვენ აქ უკვე თქვენთვის ყველაფერს ძალიან მარტივად შეარჩევთ და დააყენებთ, უბრალოდ უნდა დააჭიროთ მეგობრებო export ღილაკს. ამის შემდგომ აირჩიოთ რა თქმა უნდა MP4 ხარისხი, ორიგინალი ვერსია, ან high, ან medium, ან low. ჩემ შემთხვევაში მე ვტოვებ ორიგინალს, რა თქმა უნდა ვტოვებ ბალანსირებულ ვერსიას, encoder-ის და 30 fps. ამის შემდგომ ვაწვევი export to video და ველოდები რამოდენიმე წამი. საკმაოდ სწრაფად ხდება ექსპორტირება ვიდეოსი. რის შედეგადაც იხსნება აი ესეთი გრაფა და შემიძლია ეს ვიდეო შევინახოთ დესკტოპზე. დავაჭიროთ. ესეც ასე. ამის შემდგომ შეგვიძლია ეს პროგრამა გავთიშოთ და ვნახოთ დესკტოპზე არსებული ვიდეო. ჩავთოთ ახლა ეს ვიდეო და განახებთ რომ მომრგვალებული კუთხეები არ აქვს. 100%-ით იშლება მეგობრებო ეკრანზე, არაფერი არ არის დამალული და ეს ავტომატური ზუმით ძალიან კარგად ჩანს.
აი ესე ძალიან მარტივად, აი ამ შესანიშნავი პროგრამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ კიდევ უფრო მარტივი ვიდეო გაკვეთილები, სადაც აქცენტირებული მოქმედებები ავტომატურად გადიდება და ყველასათვის კარგად აღსაქმელი იქნება თუ რომელ კონკრეტულ ეტაპზე ვიდეო გაკვეთილში რა კონკრეტული ფუნქცია უნდა გააქტიურდეს და რა კონკრეტულ ფუნქციას აწვევით თქვენ მაუსით. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდოდა შემომეთავაზებინა და მეჩვენებინა. თუ რომელიმე თქვენთანაც გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან დამიკავშირდეთ მე ჩემი სოციალური ქსელის დახმარებით. მე კი შევესწრები რომ თითოეულ თქვენთანაც ან გაგიწიოთ რეკომენდაცია, ან დაგეხმაროთ შეძლებით და გვარად. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.